ხშირად გვირჩევენ მიმართებ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაპევტს ან წადირა ფსიქიატრთან. ხანდახან ეს ძალიან ლოგიკურად ჟღერს კი, თუმცა განა ესე მარტივია? ბევრს უჭირს გაიგოს, რით განსხვავდება ფსიქოლოგი ფსიქოთერაპევტისგან, რომელი მიმართულება როგორ მუშაობს, ან ვის უნდა მივმართოთ კონკრეტული პრობლემატიკით, ან როგორ უნდა შევაფასოთ, გვეხმარება თუ არა საერთოდ თერაპია, ან საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ პირველ კონსულტაციაზე. ეს მარტივი საკითხი საერთოდ არ არის. ეს პროცესია, ხო? თერაპია პროცესია და თუ ბრმად მივალთ მომზადების გარეშე, შესაძლოა სწრაფად დასრულდეს ეს მცდელობა და შემდეგ გაგვიჩნდეს შეგრძნება, რომ ვეღარაფერი გვიშველის. და ეს რა იქნება? კიდევ ერთი მორიგი იმედგაცრუება. ამიტომ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, ვფიქრობ საჭიროა ცნობიერების ამაღლება. ამიტომ შევქმნი YouTube არხი, სადაც მარტივი სიტყვებით გასაგებად ვსაუბრობ ჩვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ვიკვლევთ ღრმად სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობას, პრობლემას. ვაზიარებ ჩემს თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას. ხსნი რა მიდგომები არსებობს და რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან და როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს დამოუკიდებლად. თემების უმეტესობას ერთად ვარჩევთ და ვსაუბრობ იმაზე, რაც ნამდვილად გაწუხებთ. ასე რომ თუ ეს საკითხი გაინტერესებს და გინდა დაიწყოს საკუთარი თავის გამოცდილების და ფსიქიკური სამყაროს გაცნობა, გამომყევი YouTube-ზე. ბმულს იპოვი პროფილის აღწერაში. ნახვამდის.